ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა კუპრავას პროკურატურა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. მოსამართლემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში დამნაშავეცნო. დამხობისკენ მოწოდების ნაწილში მას 2 წელი და 6 თვე მიესაჯა. წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში კი 5,000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროკურატურის მტკიცებით ზვიად კუპრავა 30 სექტემბერს Facebook-ში გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს არჩევნების დღეს განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა. გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით კუპრავამ მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამოძიება აწარმოა გამომძიებელმა ფაფხალიშვილმა და გონაშვილმა. ადამიანებმა, რომლებმაც წინააღმდეგობის საქმეში არაერთი სიცრუე, სიყალბე და სხვა უკანონობა ჩაიდინეს. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა შესაძლებელია ვენდოთ ფაფხალიშვილს და გონაშვილს, რომელთაგან ერთმა ხელოვნური მტკიცებულების სახით ტელეფონი შექმნა, ხოლო მეორემ მაისური. შესაძლებელია ეს ადამიანები აკმაყოფილებდნენ 37 მუხლის პრინციპს და იყვნენ ობიექტურები. აღნიშნულ საქმეში გია გოროზიასთან ერთად ჩემს ადვოკატად წარმოგიდგენთ ქართული გრამატიკის ავტორს აკაკი შანიძეს. მის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს მიხედვით ზმნა ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც გამოხატავს მოქმედებას ან მდგომარეობას. შესაბამისად, წინადადებაში ივანიშვილი აუცილებლად დაემხობა არის ზმნა. ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით ზმნას აქვს კილოს რაობა და სახეები. ერთპირიანი ზმნა დაემხობა თხრობითია. ის არ წარმოადგენს ბრძანებით კილოს და ამიტომ არ არის ის მოწოდება. აქედან გამომდინარე პროკურატურისთვის მოწინააღმდეგე მხარე არამედ ქართული გრამატიკის შემქმნელი აკაკი შანიძეა. ვასრულებ ჩემს დასკვნით სიტყვას და მასთან ერთად გენიოსი ქართველის სიტყვებით სრულდება ჩემი 9 თვიანი ბრძოლა ტყუილთან და უსამართლობასთან. ბოროტსას ძლია კეთილმან არსება მისი გრძელია. ზვიად კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 1 ოქტომბერს 4 ოქტომბრის აქციამდე 3 დღით ადრე დააკავა.